გრძელდება საუზმების კვირეული და როგორც იცით, ყოველ დილით მივდივართ ცნობილ ადამიანებთან და მათთან ერთად საუზმობ, ან ვიგებ როგორ საუზმობენ ისინი. დღეს ვეწვიე ქეთათო და ნანა ჩარკვიანებს და ვნახავ როგორ საუზმობენ ისინი. ჩვენი დილა იწყება ხოლმე სხვადასხვანაირად, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ გავითვალისწინო მთავარი. იყოს თან ესეთი რომ თქვა ნანა მიდის სკოლაში და ენერგეტიკული, ამავდროულად ჯანსაღი და ძალიან მიყვარს საერთოდ სტაფილოს გამოყენება, ეს იქნება უბრალოდ გახეხილი სახით, იქნება ვთქვათ როგორც დღეს ნანა გაგვიკეთებს სტაფილოს ნამცხვარი. სტაფილოს ნამცხვარი, ბისკვიტი, 300 გრამი ფქვილი, 1 ჩაის კოვზი დარიჯინი, დამი კვერცხი, 50 გრამი შაქარი, 3 სუფრის კოვზი დამდნარი კარაქი, 3 სუფრის კოვზი ზეთი, 4 ცალი გახეხილი სტაფილო. თავი ფაქტორი რა არის, რომ კეროტინი სტაფილოში რაც შედის, ესე იგი ზრდაში სიმაღლეს უწყობს ხელს, მაგრამ კეროტინი არა ითვისება ცხიმის გარეშე. ან ზეთი უნდა დაუმატოთ, ან რაღაც ნაღები, ან რაღაც და აი ესეთი ვთქვათ ნამცხვარი კარგია მოზარდისთვის, სიმაღლეში გაიზრდება, იქნება ჯანმრთელი და უგემრიელესია. ჩვენ ავიღებთ ჯამს, ჭავყრით ჭიქა ნახევარ ფქვილს. ეხა ვყრით დარიჩინს 1 ჩაის კოს და გადავდებთ გვერდს. ეხლა ჩვენ ვიღებთ 3 კვერცხს. ვიღებთ ყავისფერ შაქარს, კარაქს და ზეთს. ეს უნდა იყოს დამდნარი კარაქი და ზეთი. შეიძლება ვთქვათ, რომ თვით ნასწავლია, მაგრამ ჩემ მამი და თეონა უყვარს ძალიან ცხობა და კულინარია და ძალიან კარგად გამოსდის და ერთხელ მე და მაგამ გავაკეთეთ ერთი ტორტი, იმიტომ რომ ცუდ ხასიათზე ვიყავი და უკეთეს ხასიათზე დადგა გავაკეთე ტორტია. გავაკეთე და ისე მომეწონა პირველად და მაგისთან ვეღარ გავჩერდი და მე მის სუკარ ხასიათზე. სუკარია. ეხლა მეორე ეტაპი არის ჩავყრით შავს და სოხს. დიახ. და თან უნდა ურიო. თან უნდა ურიო. კიდე მე ჩაგიყარო. ეხლა ჩვენ გვჭირდება 4 საკმაოდ დიდი სტაფილო, იმიტომ რომ სტაფილოს გარეშე სტაფილოს ნამცხვარი აღარ იქნება. ეხლა ამას უნდა ჩავატოთ ვანილი ჩვენ. როგორ საუზმობ დილით ნანა, ეს შეუძლია რომ ადგეს და თავისთვის სტაფილოს ნამცხვარიც კი გაიგეთო. შენი რამდენად განსხვავდება შენი საუზმე? გაიჩნია რა ეტაპია ჩემს ცხოვრებაში. თუ შედარებით ისეთი დიეტური და ესეთი პერიოდი მაქვს, შეიძლება ჩემი საუზმე შედგებოდეს მხოლოდ ვთქვათ მოხარშული კვერცხით და გრეიფრუტით და ну რა თქმა უნდა ყავა და ვცდილობ რომ გავიღუძებ თუ არა ძალიან ბევრი სითხე მივიღო, სითხე ან წყალი, ეს არ უნდა იყოს მაცივარშინადები, ეს არ უნდა იყოს ბოთლის ნაყიდი წყალი, არა, ეს უნდა იყოს დამდგარი, დაყენებული წყალი. ეხა ჩვენ დებთ ფორმაში. უკვე? უკვე ფორმაში. არ გადამრიო. არ გადაგრიო. ჩვენ დებთ ამ მასას 180 გრადუსიან ღუმელში 45-დან 50 წუთამდე. ან კიდე როგორ გავარკვიეთ როგორ იქნება? თუ აი ან 45 ან 50 როგორ უნდა გავარკვიოთ? ავიღებთ ასანს, ჩავდებთ და თუ სუფთა მოვიდა, ანუ მზათა. აჰა, წავედით ახლა ჩვენ ღუმელში. სანამ ჩვენი ბისკვიტი ცხება, მანამდე ჩვენ უნდა გავაკეთოთ კრემი. კიდევ კარგი ჩვენს ხელში ეს მდნარი ყველი, რატო გადარჩა და არ შევჭამეთ მთლიანად. კრემი, 200 გრამი მდნარი ყველი, 100 გრამი შაქრის პუდრი, ვანილი. ვიღებთ ნახევარ ჭიქას შაქრის პუდრას, ეს უნდა იყოს კარგად დაფხვნილი. ანუ ეს ნაწილი თქვენს გემოვნებაზე და დამოკიდებული. ანუ ზოგს უფრო შაქრიანი უყვარს, ზოგს ნაკლებად შაქრიანი. ისე რა, შუაში. ანუ მთლიანად არ ჩავყრით, მან ბევრს შაქარი ჩავყრით. კოზი გუნდა. შაქარი უნდა ცოტა. არ ვიცი, შოქში ვარ.
და შეგვიძლია გავსვათ. იმყავს ეს. მინდა რომ ყოველდღე ასეთი საუზმე გამიკეთოს ხოლმე. ძალიან დიდი მადლობა. ეს უნდა დადგა.